თუ გიყვართ ისტორიები მიტოვებული შენობებისა და ადგილების შესახებ, მაშინ სწორ ადგილას მოხვდით, რადგანაც ამ ეპიზოდში იმ საინტერესო მიტოვებულ ადგილებს გაჩვენებთ, რომელთა შესახებაც დიდი ალბათობით აქამდე არაფერი იცოდით. წარმოიდგინეთ თანამედროვე მეგაპოლისი, მრავალსართულიანი სახლებით, სავაჭრო ცენტრებითა და ფართო მაგისტრალებით. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ადგილი მიტოვებულია. ეს ფანტასტიკური ჟანრის ფილმის კადრები არ გეგონოთ. რეალურად ეს ჩინეთის ერთ-ერთი თანამედროვე ქალაქი, კანგბაშია. მას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქ მოჩვენებას უწოდებენ. თავდაპირველად ქალაქი მილიონ მოსახლეზე იყო გათვლილი, მაგრამ ქუჩაში სეირნობის დროს თქვენ მხოლოდ მეზოვეებს შეხვდებით. რეგულარული დასუფთავების გარდა ქალაქში შუქნიშნებიც ჩართულია და მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმები და ბიბლიოთეკები დახურულია, ისინი თანამედროვე ტექნიკით არიან აღჭურვილნი. გაჩერებებზე სარეკლამო ბანერებსაც ნახავთ. ქუჩაში კი ხანდახან საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადის, მაგრამ მათში მხოლოდ მძღოლების ხედან. ზოგიერთ ადგილას კორპუსის სიახლოვეს შესაძლოა ავტომობილებით შენიშნოთ. ქალაქში სიტუაცია ღამით იცვლება. რამდენიმე სახლის ფანჯარაში შუქი ჩნდება. კაფეებში ადამიანების ხედან, ხოლო ქუჩებში ავტომობილები მოძრაობენ. შეიძლება იფიქროთ, რომ კანგბაშის მოსახლეობას ვამპირები წარმოადგენენ, რომლებიც გარეთ გამოსვლას მხოლოდ ღამით ახერხებენ, მაგრამ რეალურად ყველაფერი ბევრად მარტივადაა. ქალაქში ადამიანები ნამდვილად ცხოვრობენ, მაგრამ მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა. თანაც ისინი სხვადასხვა რაიონებში არიან თავმოყრილნი. ამ დროს ქალაქის დანარჩენი ნაწილი სრულიად სარიელი რჩება. ამბობენ, რომ კანგბაშის მოსახლეობა ნელ-ნელა იზრდება, მაგრამ ეს პროცესი იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ქალაქის შემქმნელები ვარაუდობდნენ. ეს უცნაური კონსტრუქცია ჩერნობილში მდებარეობს. მისი მთავარი ფუნქცია კონტინენტთა შორისი რაკეტების აღმოჩენა იყო. ის ნამდვილად ძლიერ, თანამედროვე და სრულიად გასაიდუმლოებულ ობიექტს წარმოადგენდა. მთლიანი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მხოლოდ 3 ასეთი ობიექტი იყო. სამწუხაროდ, ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ პროექტი დაიხურა. ამიტომაც დღეისათვის მის დათვალიერებას მხოლოდ ყველაზე გაბედული ტურისტები ახერხებენ. ამბობენ, რომ ხელოვნება უკვდავია და ამ გამოთქმაში არის რაღაც სიმართლე. სამწუხაროდ, თეატრები და მუზეუმები ასეთი მარადიულობით არ გამოირჩევიან, რადგანაც პოპულარობის დაკარგვის შემდეგ ამ ადგილებს მალევე ივიწყებენ. ასე მოხდა ამერიკული თეატრის ორფეის შემთხვევაშიც, რომელიც 1912 წელს გაიხსნა. თავდაპირველად ის რიგითი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო, რადგანაც სპექტაკლზე დასწრება მხოლოდ ქალაქის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ, მაგრამ ბილეთები ყოველთვის უმოკლეს დროში იყიდებოდა. მიუხედავად ამისა, თეატრს ბევრი ვალი დაუგროვდა. ამიტომაც 1959 წელს ის დაიხურა, ხოლო ხელისუფლებამ მისი რემონტისთვის საჭირო თანხები ვერ გამოძებნა. 1962 წელს თეატრი საწყობად გადაკეთდა. იქ თამბაქოს ინახავდნენ. დღეისათვის ისტორიული შენობის მცირე ნაწილში სუპერმარკეტია განთავსებული. დანარჩენი ნაწილი კი მიტოვებულია. ამიტომაც შენობაში შესვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ ამბობენ, რომ თეატრის შენობაში მოჩვენებები ცხოვრობენ. ქალაქი კალმანსკოპი მას შემდეგ შეიქმნა, რაც 1908 წელს ერთ-ერთმა მუშამ ამ ტერიტორიაზე ძვირფასი ქვა აღმოაჩინა. ამ აღმოჩენამ ალმასის მაძიებელთა ყურადღება მიიპყრო. ამიტომაც ნამიბიის ამ რაიონში უამრავი ადამიანი ჩავიდა, რომლებმაც მალევე იქ ქალაქი დააარსეს. რამდენიმე წლის შემდეგ ამ ადგილას უკვე სახლები, სკოლები, საცხობები, კლინიკები და ფაბრიკები იყო განთავსებული. ქალაქს საკუთარი სტადიონიც კი ჰქონდა. მოკლედ, ადამიანები კალმანსკოპში დარჩენას დიდი ხნით აპირებდნენ, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ალმასების რაოდენობა იმაზე ცოტა იყო, ვიდრე ადამიანები ვარაუდობდნენ. თანაც უდაბნოში ცხოვრება საკმაოდ რთული იყო. ამიტომაც მოსახლეობამ ქალაქი მიატოვა და დროსთან ერთად ის ქვიშით თითქმის სრულიად დაიფარა. მაგრამ ნამიბიელებმა უკანასკნელ წლებში რამდენიმე შენობა შეაკეთეს. დღეისათვის ის ქალაქი მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. თუ თქვენ ამერიკული საშინელებათა ისტორიის მეორე სეზონი ან დაწყევლილთა კუნძული ნანახი გაქვთ, მაშინ ალბათ დამეთანხმებით, რომ ფსიქიატრიული კლინიკები ნამდვილად საშიში ადგილია, მაგრამ ერთია გამოგონილი კლინიკა, რომელიც მხოლოდ ფილმებში გვხვდება და მეორეა რეალური, დიდი ხნის წინ მიტოვებული ფსიქიატრიული დაწესებულება. ნორვეგიის პატარა ქალაქ ლიერში ფსიქიატრიული კლინიკა ლიერსიკეჰუსი მდებარეობს, რომლის 4 კორპუსიც დაუდგენელი მიზეზების გამო ჯერ კიდევ 1985 წელს მიატოვეს. ცნობილია, რომ მე-20 საუკუნეში ამ ადგილას პაციენტებზე საშინელი ექსპერიმენტები ტარდებოდა. ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ დაახლოებით 2500 პაციენტს ლობოტომია ჩაუტარდა და მათზე ელექტროშოკურ თერაპიას ყოველდღიურად ცდიდნენ. მიტოვებულ კორპუსებში სამედიცინო დანადგარები, საწოლები, ჟურნალები და პაციენტების პირადი ნივთებია შემორჩენილი, მაგრამ შენობები კვლავ მიტოვებული რჩება და ისინი ნელ-ნელა იშლება. უცნაურია, მაგრამ კლინიკის დანარჩენი 8 კორპუსი დღესაც ფუნქციონირებს. ამბობენ, რომ ექიმებს ძველ კორპუსებში მუშაობის ეშინიათ, მაგრამ მისი მიტოვების რეალური მიზეზი არავინ იცის. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ამ ადგილას მოჩვენებები ბინადრობენ. სხვები კი ამბობენ, რომ სასტუმროს ფანჯრებიდან მუდმივად საშინელი ხმები ისმის. მოკლედ, კუნძულის მაცხოვრებლებს უამრავი ისეთი ისტორია აქვთ, რომელიც საშინელებათა ჟანრის ფილმისთვის იდეალური სცენარი იქნებოდა. ოდესღაც ეს კვიპროსზე საუკეთესო სასტუმრო იყო. მას სამეფო სასტუმროსაც კი ეძახდნენ. თავდაპირველად ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, მაგრამ ერთ დღეს სასტუმროს მეპატრონე დაავადდა. ლეგენდის თანახმად, მან საკუთარ სამშვილს ქონების თანაბრად განაწილება დაავალა, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, შვილებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ფინანსური დავის ფონზე სასტუმრო დაცარიელდა.
პოსტაპოკალიფსურ ფილმებში ნაჩვენებ ქალაქებში ბუნება საკუთარ ტერიტორიებს ყოველთვის იბრუნებს. გზებზე ნელ-ნელა ბალახი ჩნდება, ხეები იზრდება, ხოლო მიტოვებულ ავტომაგისტრალებზე გარეული ცხოველები დარბიან. თუ თქვენ ბანგკოკში მდებარე მიტოვებული სავაჭრო ცენტრის დათვალიერებას გადაწყვეტთ, იქ უცნაურ ამას ნახავთ. საქმე იმაშია, რომ ამ ადგილას ათასობით თევზი ბინადრობს. ოდესღაც ეს შენობა 4 სართულიანი სავაჭრო ცენტრის ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ 1999 წელს ის თითქმის სრულიად დაიწვა. მას შემდეგ შენობა მიტოვებულია. შენობას სახურავი აღარ აქვს, ამიტომაც პირველი სართული მუდმივად დატბორილია. იქ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა თევზები ჩაყარა. დროსთან ერთად თევზებმა 500 კვადრატული მეტრის ბუნებრივი აუზი მთლიანად აითვისეს. ამ კუნძულს ხშირად დედამიწაზე არსებულ ყველაზე შემზარავ ადგილს უწოდებენ. იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებული კუნძული პაველია ორი ნაწილისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან ხიდითაა დაკავშირებული. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დიდი ხანია, რაც ამ ადგილას ადამიანები აღარ ცხოვრობენ. ყველაფერი კი კუნძულის იდუმალებით მოცულ ისტორიას უკავშირდება. მის შესახებ არსებული პირველი ჩანაწერები ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში გვხვდება, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ეს ტერიტორია თითქმის სარიელი იყო. ძირითადად იქ მეზღვაურები და სამხედროები ცხოვრობდნენ, მაგრამ 1777 წელს კუნძულ ჭირით დაავადებული ადამიანების გადასახლება დაიწყო. ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ იქიდან უკან თითქმის არავინ დაბრუნებულა. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, იქ დაახლოებით 160,000 ადამიანი გარდაიცვალა. თითქოს ამით პაველიის პრობლემები დასრულდა, მაგრამ მცირე დროის შემდეგ კუნძულის შესახებ კვლავ გაიხსენეს და იქ ფსიქიატრიული კლინიკა გახსნეს, რაც ცუდი რეპუტაციისგან თავის დასაღწევად საუკეთესო ვარიანტი ნამდვილად არ ყოფილა. საბოლოოდ 1968 წელს კლინიკა მიატოვეს. ამის შემდეგ კუნძულზე არავინ დასახლებულა. ძვირადღირებული ხალიჩები, დიდებული ჭაღები, შთამბეჭდავი საძინებლები, დიდრული როიალი და სხვა მრავალი რამ 10 წელზე მეტია, რაც იაპონიის ვულკანურ კუნძულზე მდებარე მიტოვებულ სასტუმროში ადამიანებს ელიან, მაგრამ ადამიანებისთვის აქ შესვლა აკრძალულია. ამიტომაც ეს ადგილი 16 წლის განმავლობაში საკუთარ დიდებულებას არ კარგავს. შთამბეჭდავი სასტუმრო სანაპიროს ზოლთან მდებარეობს, ამიტომაც მას კუნძულის სიახლოვეს მიმავალ გემებზე მყოფი ადამიანები მუდმივად ამჩნევენ. წლებთან ერთად შენობა მცენარეებით დაიფარა. შესასვლელში კი ქანდაკებებიანი აუზი დაცარიელდა. სასტუმროს ვის ოფიციალური მიზეზი საკმაოდ ბანალურია. ის 2009 წელს მომხმარებლების არასაკმარისი რაოდენობის გამო დაიხურა, მაგრამ იაპონური კულტურა სულებსა და მოჩვენებებზე აგებული. ამიტომაც ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი ვერსია აქვს, რომლის თანახმადაც ამ სასტუმროს დამსვენებლები მოჩვენებებს ხშირად ხედავდნენ, რის გამოც მან ფუნქციონირება სამუდამოდ შეწყვიტა. ეს მიტოვებული თვითმფრინავი ბალის ერთ-ერთი სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობს და არავინ იცის თუ როგორ აღმოჩნდა ის ამ ადგილას. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ადგილობრივმა ბიზნესმენმა ამ გიგანტურ ბოინგში რესტორნის გახსნა გადაწყვიტა, მაგრამ მას თანხა არ იყო. როგორც ჩანს, მთელი თანხა მან ტრანსპორტირებაში დახარჯა. დღეისათვის მიტოვებული თვითმფრინავი ტურისტების ყურადღებას მუდმივად იპყრობს. როგორც ვხედავთ, ჩვენი პლანეტა ჩვენს გაოცებას ნამდვილად არ წვეთს. თეატრები, სასტუმროები და მთლიანი ქალაქებიც კი დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული რჩება. თუ თქვენს გაქვთ ნანახი მსგავსი საინტერესო მიტოვებული ადგილები, მოგვიყევით მათ შესახებ კომენტარებში.